მომხმარებლები ხშირად გთხოვენ ამოხსნათ თუ რა განსხვავებაა ზეთებს და ეთერზეთებს შორის. ეთერზეთები აქროლადი, სურნელოვანი, კონცენტრირებული ნივთიერებებია, რომლებიც მიიღება მცენარის სურნელოვანი ნაწილისგან. ეს შეიძლება იყოს ყვავილი, ფოთოლი, ქერქი, ფესვი თუ ასე შემდეგ. ეთერზეთები კონცენტრირებულია, შესაბამისად მათი გამოყენება კანზე სასტიკად აკრძალულია, რადგან შესაძლებელია გამოიწვიონ გაღიზიანება, გაწითლება, დამწვრობა, ალერგიული რეაქციები. ისინი კოსმეტიკურ საშუალებებში ემატება წვეთობით, დაახლოებით რომ აგიხსნათ 10 გრამზე 1-2 წვეთი, 3-5 წვეთი და ასე შემდეგ. ყველა ეთერზეთს ინდივიდუალურად აქვს გათვლა. გარდა ამისა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კოსმეტიკურ საშუალებაში ამატებთ ეთერზეთს. ეს არის თვალის კრემი, სახის კრემი, შამპუნი თუ ასე შემდეგ. კოსმეტიკური ზეთები კი, ანუ მცენარეული ზეთები, მათ ხშირად საბაზო ზეთებსაც უწოდებენ, მიიღება ნაყოფების კურკებისგან. ამიტომ მათ არ გააჩნიათ ისეთი მძაფრი სუნი, როგორც ეთერზეთებს. ჩვენი კოსმეტიკური, ანუ მცენარეული საბაზო ზეთები მიიღება პირველადი ცივი გამოხდით, დამატებით გაფილტრულია, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ალერგიული რეაქციები კანზე. ამიტომ მათი გამოყენება ბავშვის კანზეც შესაძლებელია. კოსმეტიკური ზეთები შეგვიძლია ეთერზეთებისგან განსხვავებით გამოვიყენოთ პირდაპირ კანზე, ასევე ისინიც შეგვიძლია დავამატოთ ნებისმიერ კოსმეტიკურ საშუალებას, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, რომ გავამდიდროთ კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობა. გარდა ამისა, შესაძლებელია კოსმეტიკურ ზეთებში დავამატოთ ეთერზეთები, რომ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი კომბინაცია. ისევე როგორც ეთერზეთებს, კოსმეტიკურ ზეთებსაც გააჩნიათ სხვადასხვა თვისებები, ეს იქნება ანთების საწინააღმდეგო, ფორების შემავიწროვებელი, დამატენიანებელი, მკვლევავი, ანტიოქსიდანტური თვისებები. ამიტომ მათი გამოყენებაც უნდა მოხდეს კანის ტიპების მიხედვით. თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, ძალიან გთხოვთ მოგწერეთ კომენტარებში, ვეცდები ეტაპობრივად ყველა კითხვას გავცე პასუხი.